გრძელდება ის ჩვენი ტრადიციული რუბრიკა ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელსაც წარუადგენდა დღეს თქვენს წინაშე წარდგება ბაჩანა არაბული, ვფიქრობ მას მიუხედავად ასაკისა ძალიან ბევრი იცნობს. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ბარიერი წარმატებით გაიარა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლო ტურის შეხვედრა ისლანდიასთან. ქართველმა ახალგაზრდებმა 2-0 გაიმარჯვეს. ჩვენი სიუჟეტის გმირმა ბაჩო არაბულმა დუბლი შეასრულა და კახა კაჭარავას გაწვრთნილებს ელიტ რაუნდის საგზური მოუტანა. ბაჩო არაბული დაიბადა 1994 წლის 5 იანვარს. სიმაღლე 187 სანტიმეტრი. პირველი კლუბი მიმინო, სანაკრებო კარიერა. 17 წლამდელთა ნაკრებში ჩაატარა 3 ოფიციალური მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 19 წლამდელებში ითამაშა 2 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ამჟამინდელი კლუბი საბურთალო. ბაჩო თბილისში დაიბადა, იზრდებოდა მუხიანში. ვარჯიში 174 სკოლის საფეხბურთო სკოლა მიმინოში დაიწყო. თამაშობდი ხოლმე ეზოში და მშობლებმა გააწყვეტეს, რომ მე მივიყვანე, 7 წელს ვიყავი, მახსოვს მეორე კლასში გავდიოდი. აი აქ მოვედი, ამათხელა ვიყავი და ჯონი წილკავიშვილთან, მიშა მოსიაშვილთან დავიწყე პირველად ვივარიჩე. დანარჩენი მე გაგრძელა, სადაც 5 წლის განმავლობაში ვიყავი აქ, თუ 6 წლის განმავლობაში. და მე ყველაფერი კარგად წავიდა. ბავშვობიდან პერსპექტიული ბავშვი იყო, რომ მოვიდა ახლა, იყო 6 წლის. 6 წლის იყო და 15 წლამდე ჩვენთან იყო, ჩვენთან ვარჯიშობდა მიმინოში. პერსპექტიული ბავშვი იყო, თავიდანვე ჭკვიანი, ყველაფერი, რავი, ფეხბურთელს რაც გააჩნია, ყველა თვისება ჰქონდა რა. მე ამ ბავშვის გადაყვანა მოხდა საბურთალოში. რავი, იქაც ნაკრებში, სადაც თავი გამოიჩინა ამ ბავშვმა და რავი, ამით ვამაყობთ ჩვენ ამ ბავშვით. ყოველ სეზონში ვთამაშობდით, თან გუნდები ერთმანეთს ვეთამაშებოდით ხოლმე. ბაჩოს გვერდით ყოფნა ყოველთვის ესეთი იყო, რომ თავის ნიჭით გამოირჩეოდა და ყოველთვის რაც დიდი იმედი ქონდა. ყოველთვის მიმარჯვებდით, რა თქმა უნდა, ბაჩო ბიზნეს ხარისაც იყო, ბაჩო ყოველთვის იყო გამარჯვებული და მით უმეტეს თავის საკისა, დიდებსაც თან თამაშის დროსაც ყოველთვის გამარჯვებული და ყოველთვის არ უნდა ხოლმე ბაჩოსთან თამაში, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა რა, გამარჯვებულები ყოველთვის ჩვენ და ბაჩოს გუნდი გამოდიოდა. არაბულის გაზრდაში დიდი როლი ითამაშეს გია ცეცაძემ და გიორგი დევდარიანმა. მათთან ჯერ ოლიმპში, შემდეგ კი საბურთალოზე ვარჯიშობდა. 2007-ში უკვე იანვრიდან გადმოვიდა ჩვენთან ვარჯიშობდა, 2007-ში წავედით ესპანეთში ტურნირზე, კატალონიის თასი იყო, ჩემი გუნდი 94 წელს დაბადებულებს ოლიმპში ვიყავით მაშინ. ფინალში გავედით, ბაჩო საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა იმ ტურნირის. ისეთი ცნობილი გუნდები თამაშობდნენ როგორც რომა, ლევანტე, კიოლნი, ზუსტად აღარ მახსოვს, ხო და 7 თუ 8 ბურთი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაშინ უკვე იყო 13 წლის, ზაფხულში იყო 2007 წლის. მე ოლიმპიდან გამოვედით აქ საბურთალოში და პირდაპირ ოლიმპიდან უკვე 15 წლის იყო, რომ ოლიმპის, რუსთავის ოლიმპის დუბლებში მოუწია თამაში და მაშინ მე დავნიშნებ თამაშმოწმელა და წავიყვანე იქ და უნდა აღსანიშნავია აუცილებლად, რომ იმაში, რა ქვია, მაგ ჩემპიონატში 4 თამაში გაიტანა 6 გოლი. ბაჩო არაბულს აქვს ის იშვიათი თვისება, რასაც გოლის ალღო ქვია და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იმ თავის ასაკში ძალიან პრინციპულ თამაშებში, როდესაც ჩვენ ნაკრებს აუცილებლად ჭირდებოდა გოლი, ზუსტად მას გაქონდა ეს გადამწყვეტი გოლები, რაც ნამდვილად ვთვლი, რომ ძალიან ისეთი იშვიათი და დასაფასებელი თვისებაა. ანუ ის, რა ქვია, გოლის ალღო დღეს ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში და საქართველოშიც ფორვარდების დეფიციტია და ამ ბავშვს აქვს ეს უნარი, რომ რაღა ბავშვ ბიჭს, რომ რაღაცა გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე აიღოს თამაში და არაფრისგან შეიძლება რომ გოლი შექმნას. აი ეს არის ყველაზე, ვთქვათ, იშვიათი თვისება, რომელიც მას გამოარჩევს სხვა თავისი კონკურენტი ფეხბურთელებისგან. არაბული ქართველმა გულშემატკივარმა 2010 წელს გაიცნო. თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის დროს ისკობა ჟორჟიკაშვილი 17 წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო. გუნდი კი ელიტ რაუნდში გავიდა. გიორგი დევდარიანმა მიმიწვია 17 წლამდელ ნაკრებში ერთ დიდებში, რითი ძალიან მოხარული ვიყავი და მე მთლიანი ნაკრები დაახლოებით გადმოვედით საბურთალოში. ამ საბურთალოდან უკვე იმიწვეს პატარა ჩემხელების ნაკრებს, რაც იყო ევროპის ჩემპიონატი, აქ რო ვითამაშეთ, იდისი ხარ პირველი იყო, მგონი რა ვიცი, ბოლო წლები ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოში და
გავახარით იქ გოლები და ანუ ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ესე ვთქვათ, ვინ გაიგეს ხალხმა ჩემი სახე. 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელით ინგლისის პრემიერ ლიგის მანჩესტერ სიტი დაინტერესდა. 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მერე თბილისში რო იყო, გამოჩნდა იქ რაღაც ვარიანტები, ვიყავი კიევის დინამოში და მე გამოჩნდა მანჩესტერ სიტი, სადაც ჩემი ოცნება იყო ინგლისში თამაში და მანჩესტერ სიტის ფხიბლობდა, ახალი გუნდი იყო რაღაც და წავედი სინჯებზე 2 კვირა ვიყავი იქ და იქ მომიწია დუბლებში ვარჯი, სადაც დუბლების გუნდი ერთ ბაზაზე იყო როგორც პირველი გუნდი, სადაც პირველი გუნდი და ამ პირველ გუნდთან ვარჯის მე რო გამოვედი ესეთი რაღაც დამახსოვდა პირველი ვარჯი იყო, მივდივარ ვარჯის და მგონია რომ დავივარჯო დუბლებში. და ბაზაზე მივდივარ და ხვდება უცბად იქ ვარსკვლავების მთელი გუნდი რა, ანუ იქ სილვა, ტურები, ძეკო და ნუ მთელი ვარსკვლავები და ვარჯიში რომ მორჩა, ან დუბლებთან ვივარჯიშე და ვარჯიში რომ მორჩა, ჭამაზე ავდივარ სასადილოში. და იქ ხვდება, ნუ ერთ მაგიდაზე ვზივარ ტევესთან, მილნერთან, გვერდზე მიზა ერთად ჭამ და ჩემთვის ეს არის აი რაღაც მეთქი აქ სად ჩამოვედი, ძალიან მიკვირს ყველაფერი რა. ჩემთან ჭამენ და ნუ რა ვიცი, ის არ დამავიზდება არ არის ეგ პერიოდი მანჩესტერში გატარებული და მე უკვე ჩამოვედი აქ საქართველოში, ნაკრების ელიტ რაუნდი იყო სათამაშო და ნუ სადღაც 3-4 თვით ადრე გაფრენამდე ლოკომოტივზე ვარიჩევ და მივიღე იქ ტრავმა. ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი გასახსენებელი პერიოდი, ნუ იმის მერე სადღაც წელიწად ნახევარი გავიდა და მე უკვე მოვირჩიე და ახლა უკვე ვიღდგენ ნელა ფორმას, ახლა იყო ევროპა და ყველაფერი კარგად იქნება, მედია. ტრავმის გამო არაბულს წელიწად ნახევარი გაუწდა. უცხოეთში თამაშის პერსპექტივაც დროებით გამოირიცხა. თუმცა 19 წლამდელთა შესარჩევი ციკლის შემდეგ უცხოეთში წასვლის პერსპექტივა ისევ გაუჩნდა. სასიხარულო ის არის, რომ ფეხბურთელი წელიწად ნახევარი არ უთამაშია. ის თამაშობს შესარჩევ ტურნირებს, სადაც ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი დამსახურებით, თქვა მთელი გუნდის დამსახურება რომ ჩვენ იქიდან გავედივარ, მისი დამსახურება რომ ჩვენ გადამწყვეტ თამაში 2 ბურთი შეაგდო ბაჩომ და ამ 2 გოლის წყალობით ჩვენ გავედით შემდეგ შესარჩევ რაუნდში, ისე რომ მე ვფიქრობ რომ ეს როგორც ფეხბურთელისთვის და არა მარტო ფეხბურთი, არამედ წვრთნელისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია როგორც გამოცდილების მხრიდან, ალბათ მეც ვიზდები როგორც არაბულით, ისე რომ ჩემი პრინციპი არის რომ ნიჭიერ ფეხბურთელებს მივცე საშუალება რომ ითამაშო, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის რომ ნიჭიერ ფეხბურთელი არ უნდა დაიკარგოს, ეს ტრამვირებულია თუ არ არის ტრამვირებული. ის ტრავმა რომელიც მას ჰქონდა ძალიან შეუშალა ხელი და მახარებს რომ ბოლო თამაშებში ნაკრებშიც გადამწყვეტი გოლები გაიტანა და ეხლა აქაც ჭაბუკთა ლიგაში თამაშობს და 2-3 თამაშია უკვე დაიწყო ისევ გოლების გატანა და 3-4 თამაში, ყველა თამაში გოლი შეაგდო, წინაშიც დუბლი შეასრულა და იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა დაიბრუნებს იმ სასურველ ფორმას და კონდიციებს და კიდევ არაერთხელ გაახარებს თავის გუნდსა და გულშემატკივარს. ნაკრებმა რა თქმა უნდა ძალიან წინ წამწია, ანუ იმ გოლებმა და რაღაც ჩემ თავში ვირწმუნესა ესე რომ ვთქვა და დაბრუნდი ახლა ნაკრებში საბურთალოში და რა ვიცი ხა, სადაც ალბათ მაქსიმუმ იანვრამდე აქ ვივარჯიშებ და მე გამოჩნდება რაღაც არის რაღაც ვარიანტები, კლუბმა ესე მითხრა რომ არის რაღაც მიწვევენ რამდენიმე გუნდიდან, ნუ ნახოთ ზამთრისთვის ალბათ ყველაფერი გაირკვევა. ბაჩო არაბული ახლა ცდილობს დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას. მას საამისოდ ნიჭიც აქვს და მიზან დასახულობაც გააჩნია, ასე რომ ახლა ყველაფერი მის მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.